საქართველოში სალიზინგო სექტორის ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბაზრის ზომა 30%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიების პორტფელების ჯამური მოცულობა 936 მილიონ ლარს აღწევს. რა ფაქტორებმა განაპირობა ეზრდა, როგორ ვითარდება სექტორი და რა გამოწვევების წინაშე დგანან ბაზრის ძირითადი მოთამაშეები. ამ თემაზე სალიზინგო კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან გვანცა ვიჩასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. სალიზინგო მიმართულება მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბოლო წლებში ამ ნაწილში საკმაოდ სერიოზული ზრდის ტენდენცია გვაქვს, მაინც ითვლება და მიიჩნევა, რომ ახალი მიმართულება. ამ სექტორში მომუშავე ადამიანების გადმოსახედი და რა სურათი გვაქვს დღეს ბაზარზე, რა გაძლევდა უშუალოდ პოზიტიურ მოლოდინებს, იმიტომ რომ მე რამდენადაც მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ამ სექტორის წარმომადგენლებთან სხვადასხვა პერიოდში, მაინც საკმაოდ ისე დადებითი და პოზიტიური მოლოდინია მიმართულების განვითარების კუთხით. რა ხდება ამჟამად საქართველოს სალიზინგო ბაზარზე? გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თემით და ინტერესებისთვის. ერთ პატარა კორექტირება შევიტან თქვენს წარდგენაში 30%-ის და არის პირველი კვარტალის, ოღონდ წლიური მაჩვენებლის, ანუ 25 წლის პირველი კვარტალსა და 25 წლის პირველ კვარტალს შორის ეს მიმდინარე პირველი კვარტალი არ არის ესეთი დრამატული ზრდით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენს ეკონომიკაში პირველი კვარტალი შედარებით პასიურად ითვლება და ამიტომ, თუმცა რაც შეეხება მოლოდინებს და იმ განცდას, რომ პოზიტიური ტრენდი გვაქვს და ვინარჩუნებთ და ვავითარებთ, გვაძლევთ ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში, მაგალითად 20-25 წელი იყო ესეთი დრამატული ზრდის წელი პოსტ-კოვიდ პერიოდის განმავლობაში და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა სექტორმა. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ 2024 წელს ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ, როგორიც არის ვენდორ ლიზინგი, ანუ მომწოდებლის ლიზინგები და ვთქვათ სტანდარტულად ფინანსური და დამოუკიდებელი სალიზინგო კომპანიების გარდა კიდე განსხვავებული ტიპის სალიზინგო კომპანია შემოემატა ბაზარს და რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარების ტრენდი, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს ლიზინგის განვითარებას და თავად ლიზინგი, რომელიც ასევე ბუსტავს და მნიშვნელოვან კონტრიბუციას სცემს, ასე ვთქვათ, ეკონომიკის განვითარებას. მომხმარებლებისთვის რამდენად პოპულარული გახდა და დაუშვათ აი რა ძირითადად რა შემთხვევაში მიმართავენ ამ მიმართულებას, რა შემთხვევაში აკითხავენ სალიზინგო კომპანიებს, ანუ რა ფაქტორებმა შეიძლება შეუწყოს ხელი ამ სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებას? ეს ნამდვილად არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო კითხვა და მასზე პასუხი და აქედანაც ვცდილობს, რომ მაქსიმალურად ცნობადობა გაიზარდოს ლიზინგით. ლიზინგი არ არის სტანდარტული ფინანსური პროდუქტი, რომელსაც ვთქვათ მაღალი ცნობადობა აქვს. ეს არის ჰიბრიდული პროდუქტი ერთგვარად აქტივის მართვის და დაფინანსების. ეს ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ისეთი კომპანიებისთვის, რომელიც ზრდას განიცდიან, მათი რესურსი შეზღუდულია, განსაკუთრებით შეზღუდულია უზრუნველყოფების ნაწილში და შესაბამისად თავის ძირითადი საშუალებების განახლება შესაძლებლობა ეძლევათ ლიზინგით. არ არის მარტივი ამ ცნობადობის ზრდა, რადგან ბაზარზე ძირითადად აქტიურად 5 სალიზინგო კომპანია, რომელიც ბიზნეს ლიზინგზე მუშაობს, თუმცა მაქსიმალურად თითოეული ჩვენგანი ამ ნაწილში ვართ ჩართული, რომ ეს ცნობადობა იყოს გაზრდილი, მათ შორის აქტიური კომუნიკაცია მომწოდებლებთან, მათთან პარტნიორობა და შესაბამისად უკვე ამ ინფორმაციის მიტანა მომხმარებლებთან. არიან თქვენი მომხმარებლები, საინტერესოა და რა შემთხვევაში გაკითხავენ რეალურად დაუშვათ ფინანსური ინსტრუმენტია თითქოს, თუმცა თავის სპეციფიური მიმართულებაა შესაბამისად, ამიტომ რა არის ის შემთხვევა, როდესაც მოდიან ისინი თქვენთან? ცალსახად იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ჭირდებათ ძირითადი საშუალებების შეძენა და მათ ნაკლებად აქვს, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ დაბალი, ასე ვთქვათ, იაფიანი სესხი მიიღონ, თუნდაც ვთქვათ, ჩადონ უზრუნველყოფათ თავისი უძრავი ქონება. ერთის მხრივ ეს არ არის, ვთქვათ, ფართო პროდუქტი, საყოველთაო უბრალოდ პროდუქტი, თუმცა მეორეს მხრივ ყველა ბიზნესისთვის არის, ვთქვათ, გარკვეული ნიშა, რომელშიც შეიძლება, რომ ვთქვათ, ლიზინგმა თავის დაფინანსება შეიტანოს. რა ვიცი, ამ ეტაპზე თვითონ კომპანიები თუ პასუხობენ რეალურად იმ მოთხოვნებს, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ბაზრის მცირე და საშუალო ბიზნესს კონდეს განსაკუთრებით. აი, ზუსტად მაგას ვამბობდი, ამ ეტაპზე 5 სალიზინგო კომპანია ასოციაციის წევრში 5-ვეს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული სეგმენტი. ნაწილი
ნაწილი მუშაობს უფრო აქტიურად კორპორატიულ ბიზნესზე, ნაწილი მუშაობს თქვათ მცირე და უფრო საშუალო ბიზნესზე და შესაბამისად თქვათ შედარებით საშუალო ზომის კლიენტებს, ნაწილი კი რაღაც მიკრო და საწყის ასე ვთქვათ მცირე სეგმენტზე. ამიტომ ფაქტობრივად ყველა სეგმენტისთვის არის შესაბამისი მომსახურება ჩვენს ბაზარზე, თუმცა თუ ეს საბანკო პროდუქტთან შედარებით იაფია. შემიძლია ამაზეც გითხრათ, საქართველოში თავისი რეგულატორული კონიუნქტურიდან გამომდინარე არ არის თქვათ ისეთივე იაფი პროდუქტი, როგორც შეიძლება იყოს გრძელვადიანი სესხები, მაგალითად იპოთეკური ან თქვათ სხვა უზრუნველყოფილი სესხები, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, კი ბატონო. ცალკეულ შემთხვევაში არც იპოთეკური სესხი არ არის იაფი. რა თქმა უნდა, კი ბატონო, მაგას დაგეთანხმებით, თუმცა ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ ისეთი მრავალფეროვნება შემოვიტანოთ ამ პროდუქტებში, რომ თავის მხრივ კომპანიებმა, ბიზნესებმა არჩევანი გააკეთონ ლიზინგზე, ვთქვათ, იჯარასთან მიმართებაში ნახონ უპირატესობა და ვთქვათ, გრძელვადიან დაფინანსებასთან მიმართებაში შეიძლება დარჩეს რაღაცა გარკვეული კონკურენტული ნაკლოვანება ლიზინგს, მაგრამ იჯარასთან მიმართებაში ფინანსურად მისთვის გაცილებით ხელსაყრელი იყოს ეს პროდუქტი. ძირითადად ეს არის ხოლმე თავისთავად სოფლიოში ამ პროდუქტის დღევანდელი გადმოსახედი შეგიძლიათ დავუშვათ იმის თქმა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე როგორი სურათიც გვაქვს განვითარების ტემპები საქართველოშიც ეს სექტორი ასე ვითარდება თუ დავუშვათ აი რა ტიპის პრობლემებია, რა ტიპის გამოწვევები, რომელიც ამ ბაზრის კიდევ უფრო სწრაფად განვითარებას ხელს უშლის. თავარი ცნობიერებაა და თავარი ცნობადობაა ამ შემთხვევაში. არა, რა თქმა უნდა, არ არის თავარი, ის ერთ-ერთი არის. ჩვენ ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ლიզ ევროპის ასოციაციის წევრი, თავად საქართველოს სალიზინგო კომპანიების ასოციაცია და მათ ფაქტიურად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მათ განვითარების ტრენდს და აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულად ასახავს საქართველოს განვითარების ტრენდით სექტორულ ჭრილში თუ აქტივების ჭრილშიც ევროპის ბაზარს. თუმცა გამოწვევები რა თქმა უნდა განსხვავებული გამომდინარე იქიდან ჩვენთვის მაინც ახალი არის ეს პროდუქტი ბაზარზე და ვთქვათ 2001 წლიდან შემოვიდა სალიზინგო მომსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ჩვენ საგადასახადო მიმართულებაში, მაგალითად კონკრეტულად ქონების გადასახადში, როდესაც კლიენტისთვის, ანუ ლიზინგის მიღებისთვის, ლიზინგით მიღებული ქონება გაცილებით უფრო ძვირია ქონების გადასახადის ნაწილში, ვიდრე ვთქვათ ეს იქნებოდა საკუთარი შეძენით ან თუნდაც სესხის მიღების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში თალსაღად არაკონკურენტულ უნარიანი ხდება ეს პროდუქტი და ვთქვათ უწევს რაღაცის გამო ძვირის გადახდა. ამაზე აქტიურად მუშაობდა, რა ვიცი, ესეთ ერთ მინდა რომ გამოვიყენო ფინანსის სამინისტროს ხოვარ დაპრიორიტეტდეს ისევე ეს საკითხი და რაღაცნაირად აღდგეს უბრალოდ თანაბარი მდგომარეობა, ვთქვათ, სხვა ფინანსური ინსტრუმენტებთან მიმართებაში, ასევე თვითონ სალიზინგო კომპანიებსაც აქვთ გამოწვევა, ეს არის ვთქვათ, იგივე საგადასახადო მიმართულებაში დღეს კორექტირების საკითხი, რომელიც ადმინისტრების ნაწილში არ არის ასე რომ ვთქვათ, სრულყოფილი და მიუხედავად კანონის მიერ ჩანაწერისა, უწევთ სალიზინგო კომპანიებს გარკვეული რისკის აღება, რის საფუძველზეც უკვე ცდილობენ დღეგეთი დაბეგვრადი აქტივების და ფინანსებას უფრო მეტი ბარიერი შეუქმნან, ვთქვათ, მაღალი თანამონაწილეობით, რაც არ ახალისებს ასე ვთქვათ ეკონომიკის განვითარებას. კარგი ის არის, რომ ვთქვათ, ახლა მაგალითად მაისის თვეში რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გამარტივდა კი და გასწორდა ასე ვთქვათ ადმინისტრირება ჯარიმების, რომელიც ლიზინგით გაცემულ აქტივებზე გამოიწერება და დარეგისტრებულ სალიზინგო კონტრაქტზე სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწელილი ჯარიმა მივა პირდაპირ ლიზინგის მიმღებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შევიდა ძალაში ჯერჯერობით არ არის გამართული სისტემა და ამაზეც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის ორგანოებთან და იმედი გვაქვს, რომ გასწორდება ეს ხარვეზი და კანონი ასე რომ ვთქვათ აღსრულდება, თუმცა ნუ ჩვენ მაინც აი დაუღალავად ასე რომ ვთქვათ ასოციაცია და თითოეული ჩვენი კომპანია ცდილობს რომ მაქსიმალურად ყოველ წელს რაღაც ახალი მიზანი დაისახოს, რომელიც ამ პროდუქტს გახდის კონკურენტუნარიან, შესაბამისად იაფს ხელმისაწვდომს და ფართოდ გაცნობილს ჩვენი საუბრის ბოლოს იმის გათვალისწინებით, რომ თითქოს ერთი შეხედვით საქართველოს საბანკო სექტორი ყოველ შემთხვევაში ყველა პარამეტრით საკმაოდ სტაბილური მყარი და რეალურად ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ძალიან საერთაშორისო სტანდარტების პირდაპირი საერთაშორისო სტანდარტებთან ძალიან მიახლოებულიც კი შეიძლება გასწრებულიც. ამ გადმოსახედიდან
აქ არის ლაპარაკი საპროცედო განაკვეთებზე ბუნებრივია და სასესხო პროდუქტების ნაწილზე აქ არის ლაპარაკი თვითონ სისტემის გრადობაზე, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა რეალურად აი ასეთი საბანკო სექტორის განვითარების პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი განსაკუთრებით საბანკო სექტორზე დგას, ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ვინმეს უნდა თუ არ უნდა ეს, მათ შორის ძირითადად ორ სისტემურ ბანკზე. აი ესეთ შემთხვევაში სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს, ინსტიტუტებს, მათ შორის სალიზინგო მიმართულებას აქვს რეალური განვითარების პერსპექტივა? რა თქმა უნდა, პერსპექტივა აქვს, რა თქმა უნდა, რაც უფრო განვითარდებიან, გამსხვილდებიან ეს ბანკები, მით უფრო დიდი დარჩება, ასე რომ ვთქვათ, ეს პროდუქტისთვის სეგმენტი, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო, აი რაზეც ვისაუბრეთ, ეს გამოწვევები დასაძლევია და ჩვენ არ ვართ სრულყოფილად და 100%-იან ამ საბანკო სივრცის ნაწილი, იმიტომ რომ პროდუქტი არის რაღაცნაირად ჰიბრიდული, ცოტა განსხვავებული თავისი აქტივების მართვის ნაწილთან მიმართებაში და ამიტომ მოზიდვა ძვირია. კი, ზუსტად მაგას ვამბობ, ამიტომ არ ვართ იმ რეგულაციურ ჩარჩოში, რომელიც არის თქვათ საბანკო მიმართულება და მათთვის შესაბამისად იაფია ეს რა ქვია ფინანსური რესურსები. ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს არანაირი ზაობა, რომ თქვათ ვიყოთ რეგულირებული ჩარჩოთი, თუმცა სხვა დანარჩენი ბარიერების შემცირება და გადალახვა ამ გამოწვევებით შესაძლებელს გახდის, რომ სხვა ღირებულებებმა აიწიოს პროდუქტის და კლიენტებისთვის და ლიზინგის მიმღებებისთვის და ბიზნესებისთვის უფრო საინტერესო ხელმისაწვდომი ლიზინგი იმ შემთხვევაშია საინტერესო პირობითად ამ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველ შემთხვევაში ჩემ გადმოსახედი და როდესაც მას აქვს რეალურად ბანკთან შედარებით იაფი ფინანსების მიღების ან შედარებით მარტივად მიღების შესაძლებლობა, ხო? თუ ამ ორ პრობლემას რეალურად ვერ უგვარებთ, მაშინ რატომ უნდა მოვიდეს დაუშვათ ესა თუ ის მცირე და საშუალო ბიზნესი ამ შემთხვევაში იაფად ვერ ვუგვარებთ ნამდვილად, თუმცა ჩვენ ჩართულები ვართ მაქსიმალურად ყველა სახელმწიფო პროექტებში, თუმცა აქაც გვაქვს რაღაცები, სადაც გვინდა რომ ვიყოთ ჩართულები და სესხებს გაუწიოთ, ასე რომ ვთქვათ, სესხთან ერთად ვიყოთ თანაბრები, თუმცა ამ ნაწილში სიმარტივეში, სისწრაფეში და მოქნილობაში ნამდვილად გაცილებით მაღალი გვაქვს. სწორედ ამ რეგულაციის არარსებობის გამო და ამიტომ გვინდა რომ გადაცილება ბევრი გაქვთ? არა, ეს არის საკმაოდ მარტივი პროცესი თვითონ ახსნილების ნაწილი. აქაც რა თქმა უნდა სახელმწიფოსთან მიმართებაში არის რაღაცა გამოწვევები უშუალოდ პროცესზე, თუმცა კანონის ჩარჩო ძალიან კარგად არის დარეგულირებული, მარტივად შეგვიძლია ახსნილება განვახორციელოთ და შესაბამისად გადაწყვეტილებაც მარტივი გვაქვს, თუმცა აი ეს ფაქტორი, აქეთ ეს ქონების გადასახადი, ანუ ესენი გარკვეული ტიპის ბარიერები არის, რაც ქონების გადასახადი ხარჯის ნაწილში უზრდის მომხმარებელს ამ პროდუქტს. დღე რისკის ნაწილში ასე რომ ვთქვათ, უზრდის რისკს ლიზინგის გამცემს და ცდილობს რომ რაღაცნაირად დააბალანსოს თანამონაწილეობა და სიმარტივი, ასე რომ ვთქვათ, ნაკლები კონდეს. აი ეს ბარიერების მოგვარება მნიშვნელოვნად, ასე რომ ვთქვათ, კონკურენტულ უნარიანობას გაუზდის ლიზინგს. სიაფესთან დაკავშირებით ამ წუთში არ გვაქვს ეს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვნად გაიაფდება, თუმცა ის ღირებულებები, რომელიც ლიზინგს აქვს და ბიზნესის განვითარებაში შეაქვს, როგორც აქტივის მართვის ნაწილში შეიძლება იყოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ეს აბსოლუტურად აკომპენსირებს იმ ფასს, რომელიც არის სალიზინგო პროდუქტებზე. გაქვთ იმის მოლოდინი და იმის განცდა, რომ ამ ბაზარს საქართველოში აქვს პერსპექტივა? რა თქმა უნდა, გვაქვს იმის განცდა, იმიტომ რომ იზრდება ეს ბაზარი, ვითარდება ეს ბაზარი და აქტიურად არის თანამშრომლობა, ვთქვათ, ბიზნესის ნაწილიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის, ვთქვათ, ეს სეგმენტი მცირე და საშუალო სწრაფად არიზრდება თვითონ ქვეყანაში, ნუ ამ ზრდის ტემპს ჩვენ აბსოლუტურად მივყვებით და ვაჭარბებთ კიდევაც. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით კი მასპინძლობთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ. მადლობა.